მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე უნცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში ტახტზე ასვლიდან 59 წელს გარდაიცვალა. პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში. მისი დიდი მცდელობით მოხდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გუშინ გვიანღამით კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა, სადაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო იყო გადაყვანილი. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით დღეს 14 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ხდომა, რომლის შემდეგაც ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ დამატებითი დეტალები პატრიარქის დაკრძალვის თაობაზე წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ გამოცხადდება, როგორც განცხადებაში აღნიშნული საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მსოფლიო ეკლესიების სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ. პატრიარქის გარდაცვალებას საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიები და საერთაშორისო პარტნიორები ოფიციალური განცხადებებით ეხმიანებიან და მწუხარებას გამოთქვამენ. უსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობის და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა. ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წელს აქვეყნებენ საქართველოში პოლონეთის, შვედეთის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, დანიის, ლატვიის, ისრაელის საელჩოებიც ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმრის წერილი გამოუგზავნეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა მიხეილ ყაველაშვილსაც. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. ეს არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. აწრევლების განმავლობაში პატრიარქი იყო საქართველოს სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო. პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში განუზომელია. ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამძიმრის წელს აქვეყნეს BAG-ის პრეზიდენტი სოსო ფაყაძეც. პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურის განათლებისა და სულიერი ღირებულებების შენარჩუნებასა და განვითარებაში განუზომელია. მისი შეუფასებელი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და საზოგადოების მორალური საფუძვლების გაძლიერებაში სამუდამოდ დარჩება ქვეყნის ისტორიაში, წერს სოსო ფაყაძე. სამძიმრის წელს აქვეყნებს BDO-ს რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ლალაზაშვილიც. მისი წვლილი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში შეუფასებელია სიბრძნით, სიმშვიდით და ერთიანობის იდეით. ის ათწლეულების განმავლობაში გაერთიანებდა და მასთან ერთად დიდი ეპოქა დასრულდა, წერს ზურაბ ლალაზაშვილი. ახალ კითხვის სხვა ამბები. 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 259 ლარით, ანუ 11.2%-ით გაიზარდა და 2466 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში. ინფორმაცია და კომუნიკაცია 4373 ლარი, ზრდა 9.1%. მშენებლობა 3938 ლარი, ზრდა 17.2%. საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები 3747 ლარი, ზრდა 11.1%. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება 3386 ლარი, ზრდა 31.8%. ამასთან გასული წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 241 ლარით და 2608 ლარი შეადგინა. ქალების საშუალო ხელფასმა კი 1952 ლარი შეადგინა, ხოლო კაცების 2978 ლარი. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 9.8% შეადგინა, ხოლო კაცებში 12.2%. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასები მოიცავს მთლიან დარიცხულ ხელფასს. შესაბამისად, ხელზე ასახების საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საჭიროა მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% გამოაკლდეს, რაც ამ შემთხვევაში 493 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი მეოთხე კვარტალში 1973 ლარს შეადგენდა. რა განაპირობებს ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდა
რას და რამდენად შეიძლება ეს ტემპი შენარჩუნდეს. ანკო ჯოხაძე მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებაში შემოგვიერთდება. საქართველოში ჩაის დარგის განვითარების ახალი სამწლიანი კონცეფცია მომზადდა. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით დოკუმენტი უკვე წარადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ის დარგში არსებული გამოწვევების კომპლექსურ გადაჭრას ისახავს. მიზნად თენგიზ სვანიძის თქმით, სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა, მათ შორის უახლოეს პერიოდში განიხილება ჩაის შესახებ რეგლამენტის მიღება და საკანონმდებლო ცვლილებები მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ, რაც დარგის წარმომადგენლებს პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემს. ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქართული ჩაის სექტორმა ორიენტაცია მაღალი ხარისხის პრემიუმ პროდუქტის წარმოებაზე უნდა აიღოს. მისი თქმით, დაბალხარისხიანი პროდუქციის წარმოებამ პრაქტიკულად აზრი დაკარგა დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ჩაის მწარმოებლები გამოწვევებს აწყდებიან იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის კუთხით. ამ პრობლემების მოსაგვარებლად ასოციაცია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრებს გეკმავს. გვინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ სახელმწიფოს უნდა ჩამოეკიდოს დარგი და მარტო სახელმწიფოს დახმარების იმედზე იყოს, არ არის ესე. ჩვენთან შეგვიძლია თავი გავიტანოთ, მაგრამ იმ თემებში, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის და ანუ სამუშაო პირობების შექმნის კუთხით თანამშრომლობთ სამინისტროსთან და სამთავრობო უწყებებთან. დანარჩენი დარგი თავად გაართმევს თავს, მე მგონი ნელ-ნელა დაუბრუნდება ქართულ ჩაის ის დიდი და ასეთი მოცულობა რაც იყო, მაგრამ რასაც ვაწარმოებთ, იქნება ხარისხიანი და შედარებით იაფი ვიდრე ახლა არის. რას თვალწინებს ჩაის დარგის განვითარების სამწლიანი კონცეფცია და რა გამოწვევების წინაშეა სექტორი? ეკა გაზდელიანი მუშაობს თემაზე და შეფასებებით მომდევნო გამოშვებაში შემოგვიერთდება. მთავრობა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერის სახელმწიფო პროგრამების მიმართულებით ცვლილებებს აანონსებს, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, სოფლის განვითარების სააგენტოს მიმართულებით რეფორმა გატარდება და აპრილიდან ფერმერებისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ახალი მიმართულებები იქნება ხელმისაწვდომი. როგორც დავით სონღულაშვილი აცხადებს, საქართველოში აგროპროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შინა მეურნეობებში იწარმოება, სადაც პროდუქტიულობა ჩამორჩება თანამედროვე კომერციულ წარმოებას, პროდუქტიულობის ზრდა კი შეუძლებელია ტექნოლოგიების და შესაბამისი ცოდნის გარეშე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძირითადი აგროპროდუქტების მიმართულებით კვლავ იმპორტია დამოკიდებული გალტენ-დაგარტის სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის თანახმად, სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტების მოხმარებამ გასულ წელს 6.4 მილიარდი ლარს მიაღწიეს, საიდანაც 2.8 მილიარდი ლარი იმპორტზე მოდიოდა, მათ შორის ხორცის მოხმარებაში ადგილობრივი წარმოების წილი 29%-ია. ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კარდინალური ცვლილებებით. აპრილის თვიდან ჩვენი ფერმერებისა და დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის გამოცხადდება სასოფლო სამეურნეო პროგრამების თვისობრივად ახალი მიმართულებები. იქნება შედეგზე და პროდუქტიულობაზე ორიენტირებული აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემები თანმხლებით ცოდნის გაძლიერებაზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც სრულად იქნება მორგებული ფერმერების საჭიროებებზე. ჩვენი მიზანია ქართული პროდუქტი კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას. რა გამოწვევების წინაშე ადგილობრივი აგროპროდუქტების წარმოება და როგორ უნდა შეიცვალოს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერის სახელმწიფო პროგრამები. ამ თემებზე სტუმართან აგროფიზიკის დამფუძნებელთან ბექა გონაშვილთან ერთად ვისაუბრებთ 15 საათსა და 30 წუთზე. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსით, ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით დროებით.